ქრისტეს შობამდე 1407 წელი. უდაბნოს 40 წელი. სასწაულების, განსაცდელებისა და შეუძლებელი გადარჩენის 40 წელი. ისრაელის ხალხი აღთქმული ქვეყნიდან რამდენიმე ნაბიჯში იყო. ყოველივე იმის შემდეგ, რაც მათ გადაიტანეს, მეწამული ზღვის გადაკვეთა, ყოველდღიური მანანა, კლდიდან გადმოხეთქილი წყალი, აღმატებულ ლაშქრებზე მოპოვებული გამარჯვებები, ჩანდა, რომ მათ ვეღარაფერი გაანადგურებდა. მაგრამ ბანაკში ჩუმმა საფრთხემ დაიწყო შეპარვა. ის არ მოსულა מחვილებით. ის არ მოსულა ლაშქრით. ის მოვიდა ღიმილით. და მან თითქმის ყველაფერი დაასრულა. დაფიქრდით ამ მომენტის ირონიაზე. ხალხი, რომელიც გადაურჩა ფარაონს, რომელმაც შუაზე გაპობილი ზღვა გადაკვეთა, რომელმაც იხილა ეგვიპტის გამანადგურებელი სასჯელები, რომელიც 4 წლეულის განმავლობაში ზეციდან იკვებებოდა. განადგურების პირას იდგა არა გარეგანი მტრის, არამედ საკუთარ გულში შობილი რაღაცის გამო. რიცხვთა წიგნი 25 თავი აღწერს ისრაელის მთელი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და ნაკლებად განხილულ ეპიზოდს. ეპიზოდს, რომელმაც რამდენიმე დღეში 24,000 სიცოცხლე შეიწირა. ეპიზოდს, რომელმაც გამოაჩინა, თუ როგორ ვრცელდება დაშვებული ცოდვა, როგორც ცეცხლი მშრალ თივაში. და ამ ტრაგედიის ცენტრშია ორი სახელი, რომლებიც დღემდე გაფრთხილებად ჟღერს. ზიმრი და კოზბი. მაგრამ სანამ მათთან მივალთ, უნდა გაიგოთ, რა ხდებოდა იმ ბანაკში. რადგან არაფერი ხდება ვაკუუმში. ყოველ დაცემას თავისი გზა აქვს. და ამ დაცემის გზა დაიწყო იმით, რაც უწყინარი ჩანდა. დააკვირდით სულიერ სცენარს, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ბევრი ადამიანი ბიბლიურ ისტორიებს ზედაპირულად იცნობს, სმენიათ მოსეს, უდაბნოს, ბრძოლების შესახებ. მაგრამ ცოტანი თუ ამჩნევენ მომხდარის რეალურ სიღრმეს. ცოტას თუ ესმის, რომ წმინდა წერილში ჩაწერილი თითოეული ეპიზოდი ატარებს გაკვეთილებს, რომლებიც საუკუნეებს კვეთს და პირდაპირ ჩვენს თაობას მიმართავს. სწორედ ამიტომ სურს მოგიწვიოთ უფრო ღრმად წასასვლელად. თუ გრძნობთ, რომ ბიბლიის ფურცლებზე იმაზე მეტია, ვიდრე თქვენი თვალი ხედავს, თუ ამჩნევთ, რომ ღმერთი სულიერი გაგების უფრო ღრმა დონეზე გიხმობთ, მაშინ უნდა გაეცნოთ ციფრულ წიგნს იესოს 7 უკანასკნელი სიტყვა, რომელმაც შეძრა იერუსალიმი. ეს მასალა მომზადებულია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ წმინდა წერილში დაინახოთ ის, რასაც ბევრი ვერ ამჩნევს. რათა გაგიძღვეთ რწმენის უფრო ინტენსიური და გარდამქმნელი გამოცდილებისკენ. წვდომა კი ძალიან მარტივია. შეხედეთ, ეკრანზე ახლა გამოჩნდა კოდი კვადრატი მრავალი წერტილით. ეს არის QR კოდი. აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონი, გახსენით კამერის აპლიკაცია, მიუშვირეთ ამ კოდს, რომელიც ვიდეოში ჩანს. თქვენი ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება ბმული, უბრალოდ შეეხეთ მას და გადახვალთ ციფრული წიგნის გვერდზე. ეს უსაფრთხოა სწრაფია და კითხვა დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ. თუ გირჩევნიათ, ბმული ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მობილურზე შეეხეთ ვიდეოს სათაურს ან სიტყვას მეტი, რომელიც ქვემოთ ჩანს. კომპიუტერზე ან ტელევიზორზე ბმული პირდაპირ ვიდეოს ქვემოთაა. ათასობით ადამიანი უკვე აღრმავებს რწმენას ამ საკითხავის მეშვეობით. როდესაც შედიხართ, თქვენ ასევე ეხმარებით ამ არხს, რომ გააგრძელოს მსგავსი შინაარსის მოწოდება თქვენთვის. შედით ახლავე და დაწერეთ კომენტარი ამინ ქვემოთ. ახლა კი დამიბრუნდით უდაბნოში. ისრაელი დაბანაკებული იყო მოაბის ველებზე, იორდანეს გაღმა მხარეს, პირდაპირ იერიხონის წინ. გეოგრაფიულად ეს იყო უკანასკნელი დაბრკოლება ქანაანში შესვლამდე. 40 წლიანი ხეტიალის შემდეგ ეს ბანაკი ერთი ეპოქის დასასრულსა და მეორის დასაწყისს წარმოადგენდა. თაობა, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, თითქმის მთლიანად ამოწყდა, ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა განაცხადა მზვერავების ამბოხის შემდეგ. ახლა ახალი თაობა ემზადებოდა ქვეყნის დასაპყრობად. მაგრამ არსებობდა პრობლემა. მეზობელი ერების მეფეები თავზარდაცემულნი იყვნენ. ამბავი იმის შესახებ, რაც ღმერთმა თავისი ხალხისთვის მოიმოქმედა, უკვე მთელ რეგიონში გავრცელდა. ამორეველები დამარცხდნენ. ოგი, ბაშანის გიგანტი მეფე, დაეცა. სიხონი, ხეშბონის მეფე, განადგურდა თავის მთელ ლაშქართან ერთად. ისრაელი მიიწევდა როგორც შეუჩერებელი ძალა და გარშემო მყოფმა ერებმა იცოდნენ, რომ პირდაპირ ბრძოლაში შანსი არ ჰქონდათ. სწორედ მაშინ მოუვიდა აზრად ბალაკს, მოაბის მეფეს, ერთი იდეა. თუ ისრაელს מחვილით ვერ სძლევდა, წყევლით სძლევდა. ბალაკმა გაგზავნა მაცნეები მესოპოტამიაში, დაახლოებით 600 კილომეტრის მანძილზე, რათა მოეყვანათ კაცი, სახელად ბალაამი. ის იყო მთელ რეგიონში ცნობილი წინასწარმეტყველი, ვინც სავარაუდოდ ფლობდა კურთხევისა და დაწყევლის ძალას.
ბალაკმა შესთავაზა უზარმაზარი სიმდიდრე, ოქრო, ვერცხლი, პატივი, მხოლოდ ერთი რამის სანაცვლოდ, ბალაამს უნდა დაეწყევლა ისრაელი. რაც ბალაკმა არ იცოდა, იყო ის, რომ ღმერთი არ დაუშვებდა თავისი ხალხის დაწყევლას. სამჯერ სცადა ბალაამმა ისრაელზე წყევლის წარმოთქმა. და სამჯერვე მისი პირიდან კურთხევა ამოვიდა. თითქოს მისი ენა უარს ამბობდა საკუთარი ნების დამორჩილებაზე. განადგურების ნაცვლად მან აყვავება იწინასწარმეტყველა. დამარცხების ნაცვლად გამარჯვება. სიკვდილის ნაცვლად სიცოცხლე. ბალაკი განრისხდა. მაგრამ ბალაამმა წასვლამდე მისცა რჩევა, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა. რიცხვთა 31 თავის მე-16 მუხლი და გამოცხადების მეორე თავის მე-14 მუხლი ამჟღავნებს, რომ სწორედ ბალაამმა ასწავლა ბალაკს ისრაელის ძეთათვის დაბრკოლების დადება. თუ წყევლა არ ჭრიდა, არსებობდა სხვა გზა. უფრო დახვეწილი. უფრო მაცდური. უფრო მომაკვდინებელი. სტრატეგია მარტივი იყო, გამოეყენებინათ მოაბელი და მიდიანელი ქალები ისრაელის მამაკაცების მოსახიბლად. არა მხოლოდ ფიზიკური კავშირისთვის, არამედ ბევრად უფრო ღრმა რამისთვის, რიტუალებისთვის, დღესასწაულებისა და წარმართული კულტებისთვის. მიზანი იყო არა მხოლოდ სხეული, არამედ სული. და ამან იმუშავა. წარმოიდგინეთ, რამ დაიწყო ხდება იმ ბანაკში. კაცებმა, რომლებმაც იხილეს გაპობილი ზღვა, დაიწყეს წარმართულ დღესასწაულებში მონაწილეობა. მეომრებმა, რომლებიც ცეცხლის სვეტის ქვეშ მარშირებდნენ, დაიწყეს კერპებისთვის შეწირული მსხვერპლის ჭამა. ეგვიპტიდან გათავისუფლებული ოჯახების შვილებმა დაიწყეს მუხლის მოდრეკა ბაალ-ფეგორის წინაშე, რომელიც ნაყოფიერების რიტუალებთან და სექსუალურ პრაქტიკებთან ასოცირებული ღვთაება იყო. პროცესი თანდათანობითი იყო. ჯერ ცნობის მოყვარეობა. შემდეგ დაახლოება. შემდეგ მონაწილეობა. და ბოლოს თაყვანისცემა. რიცხვთა 25 თავის პირველიდან მესამე მუხლამდე პროცესის ასტიკი სიცხადითაა აღწერილი. როცა ისრაელი შიტიმში იმყოფებოდა, ხალხმა დაიწყო მრუშობა მოაბის ასულებთან. მათ მიიწვიეს ხალხი თავიანთი ღმერთების მსხვერპლ შეწირვაზე, ჭამა ხალხმა და თაყვანისცა მათ ღმერთებს. მიეკვრა ისრაელი ბაალ-ფეგორს და აინთო უფლისრის სხვა ისრაელზე. დააკვირდით თანმიმდევრობას. მრუშობა. მიწვევა მსხვერპლ შეწირვაზე. რიტუალურ ჭამაში მონაწილეობა. ღმერთების წინაშე მოდრეკა. ბაალ-ფეგორის სრული თაყვანისცემა. რაც დაიწყო როგორც ვნება, დასრულდა როგორც კერპთაყვანისცემა. რაც მხოლოდ ფიზიკურ მიზიდულობად ჩანდა, აღმოჩნდა საგულდაგულოდ და გეგმილი სულიერი მახე. ყოველი ნაბიჯი მცირე ჩანდა. ყოველი დათმობა უმნიშვნელო. მაგრამ ერთად მათ შეკრეს ჯაჭვი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიკვდილისკენ გაათრია. და მოვიდა სასჯელი. უფლისრის სხვა აინთო. არა მეტაფორულად. არა სიმბოლურად. არამედ რეალურად, ხელშესახებად, გამანადგურებლად. ბანაკში დაიწყო სენის გავრცელება. ტექსტი ზუსტად არ აკონკრეტებს, რა სახის სენი იყო, დაავადება, უეცარი სიკვდილი თუ რაიმე ხილული უბედურება. მაგრამ შედეგები იყო მყისიერი და თავზარდამცემი. კაცებმა დაიწყეს კვდომა. მთელი ოჯახები დაზარალდნენ. ბანაკი, რომელიც დაპყრობისთვის უნდა ემზადებოდა, გლოვის ველად იქცა. ციფრები შემაძრწუნებელია. 24,000 ადამიანი დაიღუპა. შედარებისთვის, ეს შეადგენს იმ მომენტში ისრაელის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რიცხვთა 26 თავში ჩაწერილმა აღწერა 601,730 საბრძოლველად ვარგისი მამაკაცი დააფიქსირა. თუ ჩავთვლით ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, მთლიანი მოსახლეობა შესაძლოა 2 მილიონს აღწევდა. 24,000 სიკვდილი რამდენიმე დღეში წარმოადგენს წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფას. წარმოიდგინეთ გადაჭედილი საფეხბურთო სტადიონი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ იქ მყოფი ყველა ადამიანი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში კვდება. აი, ასეთი იყო მომხდარის მასშტაბი. და რაც ყველაზე უარესია, სენი არ წყდებოდა. მოსემ მიიღო პირდაპირი ბრძანება ღვთისგან, აიყვანე ხალხის ყველა თავკაცი და ჩამოახრჩვე ისინი უფლის წინაშე მზისით, რათა განერიდოს უფლის მძვინვარე რისხვა ისრაელს. ეს იყო უკიდურესი ზომა უკიდურესი ცოდვისთვის. ლიდერები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კერპთაყვანისცემაში, საჯაროდ უნდა დასჯილიყვნენ. სამართალი ხილულად უნდა აღსრულებულიყო, რათა ხალხს გაეგო მომხდარის სიმძიმე. ისრაელის მსაჯულები მოიხმეს. გაიცა ბრძანება, თითოეულს უნდა მოეკლა თავის დაქვემდებარებაში მყოფი ის კაცები, რომლებიც ბაალ-ფეგორს მიეკვრნენ.
ამასობაში სავანის შესასვლელთან აბსოლუტური სასოწარკვეთა სუფევდა. მოსე და ერთგული ლიდერები იქ იდგნენ და ტიროდნენ. ეს არ იყო ჩვეულებრივი მწუხარების ტირილი. ეს იყო შუამდგომლობის ტირილი. ტირილი იმათი, ვინც ხედავდა საკუთარი ხალხის განადგურებას და არ იცოდა, როგორ შეეჩერებინა ეს დაქცევა. მთელი საკრებულო შეკრებილი იყო ტაბერნაკლის შესასვლელთან. კოლექტიური ტირილი. საყოველთაო გლოვა. სიკვდილი ყოველ მხარეს. და სწორედ ამ მომენტში მოხდა წარმოუდგენელი. როგორ არის შესაძლებელი, რომ ვინმემ ხედავდეს რა საკუთარი ხალხის ასეულობით სიკვდილს კონკრეტული ცოდვის გამო, გადაწყვიტოს ზუსტად ამ ცოდვის ჩადენა საჯაროდ და გამომწვევად? ეს არის კითხვა, რომელიც რიცხვთა 25 თავის ყოველ მკითხველს უნდა გაუჩნდეს. ზიმრი არ იყო უბრალო კაცი. ის იყო სალოს ძე, სიმონის საგვარეულოს ერთ-ერთი სახლის თავკაცი. თანამედროვე ტერმინებით ის იყო კლანის ლიდერი, ადამიანი, რომელსაც გააჩნდა ავტორიტეტი, გავლენა და პასუხისმგებლობა ასეულობით ან შესაძლოა ათასობით ადამიანზე. მისი პოზიცია მაგალითს მოითხოვდა. მისი ფუნქცია მთლიანობას საჭიროებდა. მაგრამ ზიმრიმ სხვა გზა აირჩია. სანამ მოსე და ლიდერები სავანის შესასვლელთან ტიროდნენ და ხალხისთვის შუამდგომლობდნენ, ზიმრიმ ბანაკი გადაჭრა ქალთან ერთად. არა მალულად. არა ჩრდილში. არამედ ყველას დასანახად. ეს ქალი იყო კოზბი. ცურის ასული, რომელიც ასევე არ იყო უბრალო კაცი. ცური იყო მიდიანის 5 მთავრიდან ერთ-ერთი, მიდიანელთა ერთ-ერთი მთავარი საგვარეულოს თავკაცი. კოზბი არ იყო უბრალო ქალი, რომელიც რიგით ისრაელიან კაცს აცდუნებდა. ის იყო უცხოელი პრინცესა, რომელიც საჯაროდ მიჰყავდათ ისრაელიანი ლიდერის კარავში. ეს აქტი იყო დეკლარაცია. ზიმრიმ არა მხოლოდ შესწოდა, მან გამოიწვია. მან გაიარა ბანაკში, სადაც ჯერ კიდევ აგროვებდნენ გვამებს, სადაც ოჯახები ჯერ კიდევ გლოვობდნენ მიცვალებულებს, სადაც სენი ჯერ კიდევ მძვინვარებდა. და შეიყვანა წარმართი ქალი თავის კარავში, მოსეს თვალწინ, უხუცესთა თვალწინ, ღვთის თვალწინ. ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე ხორციელი ვნება. ეს იყო ზიზღი. მოსეს ავტორიტეტის სიზღი. მიმდინარე სასჯელის სიზღი. თავად ისრაელის ღმერთის სიზღი. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ზიმრი შესაძლოა მოქმედებდა პოლიტიკური მოტივებითაც. მიდიანელი მთავრის ასულთან შეერთებით, ის შესაძლოა ცდილობდა ალიანსის შექმნას თავის საგვარეულოსა და უცხოურ ხელმძღვანელობას შორის. სხვები ფიქრობენ, რომ ის აკეთებდა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, აჩვენებდა რა, რომ არ აღიარებდა მოსეს უფლებას განესაზღვრა, ვისთან შეეძლო მას ურთიერთობა. რა მეორადი მოტივაციაც არ უნდა ყოფილიყო, თავად აქტი დაუცველი იყო. და ვიღაცამ ეს შენიშნა. თუ ამ ისტორიას აქამდე ადევნებთ თვალს, შესაძლოა გაინტერესებთ, როგორ არის შესაძლებელი, რომ ვინმე მივიდეს ღვთის წინააღმდეგ ასეთ ღრმა გამოწვევამდე? როგორ ახერხებს ადამიანის გული ასე გაქვავებას, რომ სრულიად უბულებელყოს ღვთიური სასჯელის ყველაზე აშკარა ნიშნები? პასუხი ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე გსურს ვაღიაროთ. ყოველი ცოდვა იწყება მცირე დათმობით. გამართლებით. ფრაზით მხოლოდ ამჯერად. და როდესაც არ არის სინანული, ეს მცირე გადახვევა ხდება გზა. გზა ხდება ტრასა. ტრასას კი მივყავართ იქ, სადაც ვერასდროს წარმოვიდგენდით მოხვედრას. სწორედ ამიტომ რწმენის გაღრმავება არ არის არჩევითი. ეს სულიერი გადარჩენის საკითხია. და სწორედ ეს შეუძლია გააკეთოს თქვენთვის ციფრულმა წიგნმა იესოს 7 უკანასკნელი სიტყვა, რომელმაც შეძრა იერუსალიმი. დაგეხმაროთ და ინახოთ, რა დევს სასწორზე. გაგაფრთხილოთ იმ გზების შესახებ, რომლებსაც დაღუპვამდე მივყავართ. გაგაძლიეროთ, რათა გაუძლოთ, როდესაც ცდუნება დაუძლეველი მოგეჩვენებათ. კოდი ახლა ეკრანზეა. მიუშვირეთ ტელეფონის კამერა, შეეხეთ გამოჩენილ ბმულს და დაიწყეთ კითხვა დღესვე. ბმული ასევე ვიდეოს აღწერაშია. როდესაც შედიხართ, თქვენ ასევე ეხმარებით ამ არხს სიტყვის გავრცელების გაგრძელებაში. შედითახლავე. ფინხასმა ყველაფერი დაინახა. ის იყო არონის, მღვდელმთავრის შვილიშვილი. მისი მამა ელეაზარი ახლა მღვდელმთავრის პოზიციას იკავებდა არონის სიკვდილის შემდეგ. ფინხასი ისრაელის რელიგიური ცხოვრების ცენტრში გაიზარდა. ბავშვობიდან სწავლობდა ღვთის სიწმინდის შესახებ, მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობაზე, ისრაელსა და წარმართ ერებს შორის გამიჯვნის აუცილებლობაზე. და ახლა მის თვალწინ ისრაელიანი ლიდერი კვეთდა ბანაკს წარმართ პრინცესასთან ერთად, თავისი კარვისკენ, მაშინ როცა სენი კვლავ ხოცავდა ხალხს და ხალხი კვლავ ტიროდა. ფინხასში რაღაც აინთო.
ებრაული ტექსტი იყენებს სიტყვას ხინა იმის აღსაწერად, რაც მან იგრძნო. ის ხშირად ითარგმნება როგორც შური ან მოშურნეობა, მაგრამ ბევრად უფრო ინტენსიურ მნიშვნელობას ატარებს. ეს არის ისეთი აღშფოთება, რომელიც პასიურობის უფლებას არ იძლევა. ეს არის რეაქცია იმისა, ვისაც რაღაც ისე ღრმად უყვარს, რომ ვერ იტანს ამ რაღაცის შებრალვას. ფინხასს უყვარდა ღმერთი. და მან ვერ აიტანა მისი სიწმინდის ასეთი აბუჩა და გდება. ყოყმანის გარეშე ის წამოდგა საკრებულოს შუაგულიდან. აიღო შუბი. ტექსტი იყენებს ებრაულ სიტყვას რომაჩ, რაც საბრძოლო შუბს ნიშნავს და არა უბრალო მწყემსის ჯოხს. ეს იყო საბრძოლო იარაღი, მძიმე და მომაკვდინებელი. და გაჰყვა ზიმრის. რიცხვთა 25 თავის მერვე მუხლი ამბობს, რომ ფინხასი გაჰყვა ისრაელიან კაცს ქობაში, სიტყვა, რომელიც მთელ ებრაულ ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება და მისი ზუსტი თარგმანი სადავოა. ზოგი თარგმნის როგორც კარავს, ზოგი როგორც საწოლ ოთახს, ზოგი კი როგორც შიდა განყოფილებას. ნათელია ის, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ზიმრი და ქოზბი ერთად იყვნენ. ფინხასი შევიდა და ერთი დარტყმით განგმირა ორივე, ზიმრიც და ქოზბიც, მუცლის არეში. ეს აქტი იყო სასტიკი. საბოლოო მოლაპარაკებისა თუ სინანულის ადგილის გარეშე. და სწორედ იმ მომენტში სენი შეწყდა. შეგიძლიათ გაიაზროთ ამ წამის სიმძიმე. ათასობით ადამიანი კვდებოდა. განადგურება შეუჩერებელი ჩანდა. მოსე სავანის შესასვლელთან ტიროდა და არ იცოდა როგორ შეეკავებინა სასჯელი. და აი ერთი კაცი დგება, იღებს გადაწყვეტილებას, ასრულებს მოქმედებას. და სენი ჩერდება. დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა 24,000 იყო. 24,000 ადამიანი, რომელიც შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, ეს ამბოხი რომ არ მომხდარიყო. 24,000 გაწყვეტილი ისტორია. 24,000 დანგრეული ოჯახი. და მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერი გადარჩა. რადგან ფინხას რომ არ ემოქმედა, კიდევ რამდენი დაიღუპებოდა? რაც ფინხასმა გააკეთა არ იყო უმიზეზო ძალადობის აქტი. ეს იყო სამართლიანობის აქტი იმ მომენტში, როდესაც სამართლიანობა იყო ერთადერთი რამ, რასაც განადგურების შეჩერება შეეძლო. ეს იყო ღვთისადმი მოშურნეობის აქტი იმ მომენტში, როდესაც ეს მოშურნეობა თითქმის მთელ დანარჩენ ხალხში გამქრალიყო. და ღმერთმა ეს აღიარა. რიცხვთა 25 თავის მე-10-დან მე-13 მუხლამდე ჩაწერილია ღვთიური პასუხი, უთხრა უფალმა მოსეს, ფინხასმა, ელეაზარის ძემ, არონ მღვდლიშვილიშვილმა, განარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან ჩემი შურით აღიძრა მათ შორის. ამიტომ არ გავანადგურე ისრაელიანები ჩემი შურით. ამიტომ უთხარი, აჰა, მე ვაძლევ მას ჩემს მშვიდობის აღთქმას. ეკნება მას და მის შთამომავლობას მის შემდეგ სამუდამო მღვდლობის აღთქმა, რადგან შური იძია თავისი ღმერთისთვის და გამოისყიდა ისრაელიანები. ფინხასმა მიიღო მშვიდობის აღთქმა. წინააღმდეგობრივად ჟღერს არა? კაცი, რომელმაც შუბით 2 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, მშვიდობის აღთქმას იღებს. მაგრამ წინააღმდეგობა მხოლოდ გარეგნულია. მშვიდობა, რომელიც ღმერთმა ფინხას მიანიჭა, იყო მშვიდობა, რომელიც წესრიგის აღდგენიდან მოდის. მშვიდობა, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ცოდვა განიკითხება და სამართლიანობა მყარდება. მშვიდობა, რომელიც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ღვთის სიწმინდე პატივდებულია. მშვიდობის აღთქმის გარდა ფინხასმა და მისმა შთამომავლებმა მიიღეს სამუდამო მღვდლობა. ეს დაპირება ისტორიულად შესრულდა. ფინხასის საგვარეულო საუკუნეების განმავლობაში აგრძელებდა მსახურებას მღვდელმთავრებად ისრაელის ისტორიის გადამწყვეტ პერიოდებშიც კი. მაგრამ რა ბედი ეწიათ ზიმრისა და ქოზბის? რა ვიცით მათ შესახებ ამ საბედისწერო მომენტის მიღმა? ზიმრი, როგორც აღინიშნა, იყო სალოს ძე, სიმონელი ლიდერი. სიმონის ტომს რთული ისტორია ჰქონდა. იაკობმა სიკვდილის წინ წინასწარმეტყველა სიმონსა და ლევიზე დაბადების 49 თავის მე-5-დან მე-7 მუხლებში ამბობდა რა, რომ ისინი გაიფანტებოდნენ ისრაელში მათი ძალადობის გამო, მინიშნება შექემის ხოცვა-ჟლეტაზე, რომელიც დაბადების 34 თავშია აღწერილი. სიმონის ტომი საბოლოოდ იუდას ტერიტორიამ შთანთქა და თანდათან დაკარგა თავისი იდენტობა, როგორც ცალკეულმა ტომმა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ რიცხვთა 26 თავში ჩაწერილ აღწერაში, რომელიც სენის დასრულებისთანავე ჩატარდა, სიმონის ტომი იყო ის, რომელიც ყველაზე მეტად შემცირდა რიცხობრივად. პირველი აღწერის 59,300-დან ის 22,200-მდე დაეცა. 60%-ზე მეტი შემცირება. ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, რომ სიმონის ტომი განსაკუთრებით დაზარალდა ბაალ-ფეგორის სენით, შესაძლოა იმიტომ, რომ მისი ბევრი წევრი იყო მათ შორის, ვინც შესწოდა.
ქოზბი კი ცურის ასული იყო. რიცხვთა 31 თავის მერვე მუხლი აღნიშნავს, რომ ცური იყო მიდიანის იმ 5 მეფეთაგანი, რომლებიც მოგვიანებით დაიხოცნენ, როდესაც ისრაელმა შური იძია მიდიანზე ფეგორის ამბის გამო. ქოზბის ოჯახი არ გადაურჩა ღვთიურ სასჯელს. რამ აიძულა ქოზბი გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა? იყო ის ბალაამის სტრატეგიის შეგნებული აგენტი. მამის ბრძანებით მოქმედებდა? თუ ისიც მოიხიბლა ზიმრის ძალაუფლებითა და პოზიციით? ტექსტი ამ კითხვებზე პასუხს არ იძლევა. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ მან აირჩია შესულიყო იმ ბანაკში, იმ მომენტში, იმ კაცთან ერთად. და ამ არჩევანმა მას სიცოცხლე დაუჯდა. რატომ არის ეს ისტორია მნიშვნელოვანი მათთვის, ვინც 21 საუკუნეში ცხოვრობს? იმიტომ, რომ ცოდვის მოდელი არ შეცვლილა. ბალაამის სტრატეგია, ცდუნების გამოყენება კერპთაყვანისცემამდე მისაყვანად, დღესაც მუშაობს. კერპებმა შესაძლოა ფორმა იცვალეს. ბაალ-ფეგორის ნაცვლად გვაქვს ფული, სიამოვნება, ძალაუფლება, დიდება, კომფორტი. მაგრამ დინამიკა იგივეა. ცდუნება იწყება ერთი შეხედვით უწყინარი ფორმით. მიწვევა, ცნობის მოყვარეობა, ექსპერიმენტი. და სანამ ადამიანი მიხვდება, ის უკვე გამომწყდეულია დამოკიდებულების ციკლში, რომელიც მას სულ უფრო მეტად აშორებს ღმერთს. მოციქული პეტრე თავის მეორე წერილში, მეორე თავის მე-15 და მე-16 მუხლებში კონკრეტულად ახსენებს ბალაამს, როგორც მაგალითს იმისა, ვინც შეიყვარა უსამართლობის საზღაური. ხოლო გამოცხადების მეორე თავის მე-14 მუხლში იესო ქრისტე პერგამოსის ეკლესიისადმი მიმართვისას აფრთხილებს მათ, ვინც მისდევს ბალაამის მოძღვრებას, რომელმაც ასწავლა ბალაკს ისრაელიანთა წინაშე დაბრკოლების დადება, რათა ეჭამათ კერპთ შენაწირი და ემრუშათ. ბალაამის მოძღვრება კვლავ არსებობს. ეს არის აღრევის მოძღვრება. იდეა, რომ შეგვიძლია ვემსახუროთ ღმერთს და ამავე დროს მონაწილეობა მივიღოთ იმაში, რასაც ის კრძალავს. რწმენა, რომ შეგვიძლია ერთი ფეხი გქონდეს ცუთი სოფელში და მეორე სასუფეველში. ილუზია, რომ ღმერთი ვერ ხედავს, არ ადარდებს ან არ განსჯის. ზიმრი ამ მენტალიტეტის განსახიერებაა. მან ნახა სენი. მან ნახა მიცვალებულები. მან მოისმინა ტირილი. და მაინც აირჩია გაეკეთებინა ზუსტად ის, რაც განადგურებას იწვევდა. რატომ? იმიტომ, რომ მისი გული უკვე გაქვავებული იყო. იმიტომ, რომ მან გზად იმდენი დათმობა დაუშვა, რომ ეს საბოლოო აქტი მხოლოდ კიდევ ერთ მცირე არჩევნად ეჩვენებოდა. ცოდვას ასეთი ეფექტი აქვს. ის აძინებს სინდისს. ის ნორმად აქცევს მიუღებელს. ის აბსურდს გონივრულად აჩვენებს. ხოლო ფინხასი. რას წარმოადგენს ის? ფინხასი წარმოადგენს მოშურნეობას, რომელიც არ იღებს კომპრომისს ბოროტებასთან. მზადყოფნას იმოქმედო მაშინ, როდესაც ყველა სხვა პარალიზებულია. გამბედაობას გააკეთო ის, რაც სწორია, მაშინაც კი, როდესაც ეს მტკივნეული, არაპოპულარული ან სახიფათოა. მაგრამ ყურადღება, ფინხასის აქტი იყო უნიკალური, კონკრეტულ კონტექსტში, განსხვავებული სულიერი ეკონომიკის პირობებში. მოსეს რჯულის ქვეშ, თეოკრატიაში, სადაც ღმერთი პირდაპირ მართავდა ადამიანური ლიდერების მეშვეობით, არსებობდა დებულება სასჯელის მყისიერი აღსრულებისთვის აღთქმის აშკარად არღვევის შემთხვევაში. ეს არ გამოიყენება იმავე ფორმით ახალი აღთქმის პირობებში. რაც გამოიყენება, არის ამ აქტის მიღმა არსებული პრინციპი. მოშურნეობა ღვთის სიწმინდისთვის. უარი საკუთარ ცხოვრებაში ცოდვის მოთმინებაზე. მზადყოფნა რთული არჩევანის გასაკეთებლად ჩვენი სულიერი მთლიანობის შესანარჩუნებლად. პავლე წერს კორინთელთა მიმართ მეორე წერილის მე-7 თავის პირველ მუხლში, ამრიგად საყვარელნო, რა კი გვაქვს ეს აღთქმანი, განვიწმინდოთ ყოველივე ხორციელი და სულიერი ბიცისაგან და ღვთის შიშით ავასრულოთ სიწმინდე. ეს არის ფინხასის გამოყენება ჩვენთვის დღეს. არა სხვების დასჯა, არამედ საკუთარ თავში ყოველივე იმის დასჯა, რაც ღმერთს გვაშორებს. არა ადამიანების განგმირვა შუბით, არამედ საკუთარი ცოდვების განგმირვა სულის מחვილით, რომელიც არის ღვთის სიტყვა. ამ ისტორიაში არის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. ლიდერობის საკითხი. ზიმრი ლიდერი იყო. მისი პოზიცია სიმონის ტომში ნიშნავდა, რომ მას პასუხისმგებლობა სხვებზეც ეკისრებოდა. მისი არჩევანი მხოლოდ მის ცხოვრებაზე არ ახდენდა გავლენას, ის გავლენას ახდენდა ყველაზე, ვინც მას მაგალითად უყურებდა. როდესაც ლიდერი ეცემა, ის იშვიათად ეცემა მარტო. რამდენი სიმონელი ჩაითრია კერპთაყვანისცემაში იმან, რომ დაინახეს თავიანთი ლიდერი წარმართულ რიტუალებში მონაწილე. რამდენმა იფიქრა, თუ მას შეუძლია, მეც შემიძლია.
რამდენი დაიღუპა სენით იმიტომ, რომ მიჰყვა იმის მაგალითს, ვისაც ისინი ღვთისკენ უნდა წაეყვანა. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი წერს მე-13 თავის მე-7 მუხლში, გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, დააკვირდით მათი ცხოვრების დასასრულს და მიჰბაძეთ მათ რწმენას. კითხვა ასეთია, როგორი დასასრულის მშენებლები ვართ? ზიმრი მააგო სირცხვილის დასასრული. მისი სახელი სამუდამოდ დარჩა ღვთის სიწმინდისადმი ამბოხისა და ზიზღის სიმბოლოდ. ქოსბი დარჩა განადგურების ინსტრუმენტად. ერთად ისინი იქცნენ ნეგატიურ მემორიალად გაფრთხილებად მომავალი თაობებისთვის. ფინხასმა კი მეორე მხრივ ააგო პატივის მემკვიდრეობა. მისი სახელი დაუკავშირდა მოშურნეობას, გამბედაობას, მშვიდობის აღთქმას. მისი შთამომავლები საუკუნეების განმავლობაში მსახურობდნენ მღვდლებად. ის ახსოვთ, როგორც ის, ვინც გამოისყიდა ისრაელიანები. რა მემკვიდრეობას ვაშენებთ ჩვენ? ზიმრისა და ქოსბის ისტორია ასევე გვასწავლის ღვთის მოთმინებისა და საზღვრების შესახებ. ღმერთი მომთმენი იყო ისრაელის მიმართ უდაბნოში. 40 წლის განმავლობაში ყოველდღიური ზრუნვა. 40 წლის განმავლობაში უწყვეტი სასწაულები. 40 წლის განმავლობაში განმეორებითი შენდობა. მაგრამ ეს მოთმინება არ ნიშნავდა უსასრულო შემწყნარებლობას განზრახ ჩადენილი ცოდვის მიმართ. როდესაც ისრაელმა გადაკვეთა ზღვარი ბაალ-ფეგორთან, მოვიდა სასჯელი. არა იმიტომ, რომ ღმერთი სასტიკი ან შურისმაძიებელია. არამედ იმიტომ, რომ ის წმინდაა. სიწმინდე კი დეფინიციით ვერთან არსებობს ცოდვასთან ისე, რომ რაღაც არ მოხდეს. ან ცოდვა უნდა განიდევნოს, ან ცოდვილი უნდა განიდევნოს წმინდას თანდასწრებიდან. იესო ქრისტეს ჯვარი იყო ამ დილემის საბოლოო გადაწყვეტა. ჯვარზე ცოდვა საბოლოოდ განიკითხა. იესომ საკუთარ თავზე აიღო რისხვა, რომელიც ჩვენზე უნდა გადმოსულიყო. ის განიგმირა, არა ბრინჯაოს შუბით მოშურნე მღვდლის ხელში, არამედ რომაული ლურსნებითა და შუბით, რომელმაც მისი გვერდი განგმირა, რათა ჩვენ მიგვეღო შენდობა. ღრმად სიმბოლურია, რომ იოანე თავის სახარებაში მე-19 თავის 33-დან 34 მუხლებში აღნიშნავს, რომ რომაელმა ჯარისკაცმა შუბით განგმირა იესოს გვერდი და იქიდან სისხლი და წყალი გამოვიდა. იგივე ინსტრუმენტი, რომელმაც სასჯელი მოიტანა უდაბნოში, გამოყენებულ იქნა კალვარიაზეც. მაგრამ თუ უდაბნოში შუბმა სიკვდილი მოიტანა, კალვარიაზე შუბმა გამოაჩინა სიცოცხლის წყარო, სისხლი, რომელიც განწმენდს და წყალი, რომელიც განაახლებს. ფინხასმა თავისი შუბით გამოისყიდა ისრაელიანები. იესომ თავისი სხეულით გამოისყიდა მთელი წუთისოფელი. რა დაუჯდა ისრაელს ზიმრისა და ქოსბის ცოდვა? 24,000 სიცოცხლე. შედარებისთვის, ქანაანელთა წინააღმდეგ ომში, რომელიც მალევე დაიწყო, ისრაელის დანაკარგები თითოეულ ბრძოლაში მნიშვნელოვნად ნაკლები იყო. ბაალ-ფეგორის სენმა უფრო მეტი ისრაელიანი მოკლა, ვიდრე ბევრმა ომმა ერთად აღებულმა. შინაგანი ცოდვა უფრო გამანადგურებელი აღმოჩნდა, ვიდრე გარეგანი მტერი. ეს არის მოდელი, რომელიც მეორდება მთელი ბიბლიური ისტორიის განმავლობაში. ისრაელი არასოდეს დამარცხებულა საბოლოოდ უცხოერების მიერ, სანამ ის ღვთის ერთგული რჩებოდა. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ის კერპთაყვანისცემას უბრუნდებოდა, მოდიოდა განადგურება, ხან დამპყრობლების ხელით, ხან სენით, ხან შიმშილით, ხან სამოქალაქო ომით. ისრაელის უდიდესი მტერი ყოველთვის იყო თავად ისრაელის გული. და ჩვენი უდიდესი მტერიც ჩვენს შიგნითაა. იაკობი წერს პირველი თავის მე-14 და მე-15 მუხლებში, არამედ ყოველს ცდის საკუთარი გულის თქმა, რომელიც აცდუნებს და ატყუებს მას. შემდეგ გულის თქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა შობს სიკვდილს. ზიმრი აცდუნა და მოატყუა საკუთარმა გულის თქმამ. ამ გულის თქმამ შვა ცოდვა. ხოლო ჩადენილმა ცოდვამ შვა სიკვდილი, არა მხოლოდ მისი, არამედ 24,000 სხვისი. ცოდვა არასოდეს ეხება მხოლოდ მას, ვინც ცოდავს. მაგრამ არის კი იმედი ამ ბნელ ისტორიაში. დიახ, და ამ იმედს სახელი აქვს. ფინხასი. არა იმიტომ, რომ ფინხასი სრულყოფილი იყო. არა იმიტომ, რომ მისი მოქმედება მარტივი ან პოპულარული იყო. არამედ იმიტომ, რომ მან აჩვენა, საყოველთაო განდგომილების შუაგულშიც კი შესაძლებელია ერთგულების შენარჩუნება. მაშინაც კი, როდესაც გარშემო ყველა ნებდება, შესაძლებელია წინააღმდეგობის გაწევა. მაშინაც კი, როდესაც ფასი მაღალია, შესაძლებელია სიწმინდის არჩევა. და რაც მთავარია, ფინხასმა აჩვენა, რომ ერთი ადამიანის მოქმედებას შეუძლია შეცვალოს ათასობით ადამიანის ბედი. მას რომ არ ემოქმედა, კიდევ რამდენი დაიღუპებოდა? თქვენ შეგიძლიათ იყოთ ფინხასი თქვენს თაობაში.
არა პირდაპირი შუბით, არამედ მოშურნეობით ღვთის სიწმინდისთვის. რთული არჩევანის გაკეთების მზადყოფნით, გამბედაობით იყოთ განსხვავებული, როდესაც გარშემო ყველა კომპრომისზე მიდის. ყოველთვის, როდესაც ცოდვას ეუბნებით არას, თქვენ აკეთებთ იმას, რაც ფინხასმა გააკეთა. ყოველთვის, როდესაც ირჩევთ სიწმინდეს დათმობის ნაცვლად, თქვენ აჩერებთ სენს თქვენს საკუთარ ცხოვრებაში. ყოველთვის, როდესაც დგებით ჭეშმარიტებისთვის, მაშინ, როცა გაჩუმება უფრო ადვილი იქნებოდა, თქვენ აშენებთ პატივის მემკვიდრეობას სირცხვილის ნაცვლად. ზიმრისა და ქოზბის ისტორია გვახსენებს, რომ უკონტროლო სურვილს შეუძლია დაანგრიოს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელი. ფინხასის ისტორია გვახსენებს, რომ წმინდა მოშურნეობას შეუძლია გადაარჩინოს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელი. ხოლო იესოს ისტორია გვახსენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც ვმარცხდებით, არსებობს შენდობა. მაშინაც კი, როდესაც ვეცემით როგორც ზიმრი, შეგვიძლია ავდგეთ. არა იმიტომ, რომ ვიმსახურებთ, არამედ იმიტომ, რომ მან, ვინც ჩვენთვის განიდმირა, მადლს სთავაზობს ყველას, ვინც ინანიებს. მოწვევა ღია რჩება. არა ცოდვაში გასაგრძელებლად, არამედ მისგან გამოსასვლელად. არა ღვთის სიწმინდის უგულებელყოფისთვის, არამედ მის მისაღებად. არა იმისთვის, რომ გახსენებულ იქნეთ როგორც ზიმრი, არამედ იმისთვის, რომ იცხოვროთ როგორც ფინხასმა. არჩევანი, როგორც ყოველთვის, თქვენზეა. თუ ამ თხრობამ თქვენს გულს შეეხო, თუ მიხვდით, რომ წმინდა წერილში არის რაღაც უფრო ღრმა, რაც აღმოჩენას ელოდება, მაშინ ეს არის მომენტი თქვენს სულიერ მოგზაურობაში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. ციფრული წიგნი იესოს 7 უკანასკნელი სიტყვა, რომელმაც შეძრა იერუსალიმი, მომზადებულია იმისთვის, რომ გაგიწვეთ ღვთის სიტყვის უფრო ღრმა გამოცდილებისკენ. ეს არის მასალა, რომელიც ზედაპირს სცილდება, რომელიც ამჟღავნებს კავშირებს, რომლებსაც ბევრი ვერ ამჩნევს, რომელიც აძლიერებს რწმენას იმათში, ვინც ზრდას ეძებს. ცუდომა კი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეკრანზე ახლა ჩანს QR კოდი, ის კვადრატი მრავალი წერტილით. აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონი, გახსენით კამერის აპლიკაცია და მიუშვირეთ ამ კოდს. ავტომატურად გამოჩნდება უსაფრთხო ბმული თქვენი ტელეფონის ეკრანზე. უბრალოდ შეეხეთ ამ ბმულს და გადახვალთ ციფრული წიგნის გვერდზე. რამდენიმე წამში შეგიძლიათ დაიწყოთ კითხვა. თუ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ხართ და ვერ იყენებთ QR კოდს, პრობლემა არ არის. ბმული ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მობილურზე შეეხეთ ვიდეოს სათაურს ან ოპციას მეტი, რომელიც ქვემოთ ჩანს, რათა გაშალოთ აღწერა. კომპიუტერზე შეხედეთ პირდაპირ ვიდეოს ქვემოთ, სადაც აღწერის ტექსტია, ბმული იქ არის. როდესაც წიგნს ეცნობით, თქვენ არა მხოლოდ საკუთარ რწმენაში დებთ ინვესტიციას. თქვენ ასევე ეხმარებით ამ არხს, რომ გააგრძელოს მსგავსი შინაარსის წარმოება. თითოეული ადამიანი, ვინც შედის, არის მხარდაჭერის ფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა სიტყვის ქადაგება გაგრძელდეს. ამიტომ ნუ გადადებთ შემდეგისთვის. შედით ახლავე ციფრულ წიგნში იესოს 7 უკანასკნელი სიტყვა, რომელმაც შეძრა იერუსალიმი, ეკრანზე არსებული QR კოდის ან აღწერაში მოცემული ბმულის მეშვეობით. და თუ ამ ვიდეომ თქვენთან ილაპარაკა, დაწერეთ კომენტარი ამინ ქვემოთ. დატოვეთ მოწონება, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარი, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი მასალები. ღმერთმა დაგლოცოთ. და დაე ფინხასის მოშურნეობა გაიღვიძოს თითოეულ ჩვენგანში.